ქართულ ბაზარზე მოქმედი გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროს უპირისპირდებიან. საქმე ეხება კანონპროექტს საფოსტო კავშირის შესახებ, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის უწყებამ მოამზადა. კანონპროექტი საქართველოს ფოსტას ეროვნული ოპერატორის სტატუსს ანიჭებს. გადამზიდავების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს ფოსტას მონოპოლისტად აქცევს და მათ გაკოტრების საფრთხე ემუქრებათ. ხვალ ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვაც იგეგმება. გადამზიდავი კომპანია TNT-ის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საფოსტო კავშირის შესახებ უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ის კომპანიების გაკოტრებას გამოიწვევს. კანონპროექტში ჩაწერეს ნაცვლად რეალურად უნივერსალური საფოსტო მომსახურებას მიატმასნეს კურიერული მომსახურება, ექსპრეს მომსახურება, ტვირთების გადაზიდვები, ამანათის გადაზიდვები, მოკლედ ყველა ის სფერო, რომელთაც ჩვენ სხვა კომპანიები ვართ დაკავებული. კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ გადამზიდავ კომპანია DHL-შიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოს ფოსტის მონოპოლიზებას, რაც გადამზიდავებს არათანაბარ პირობებში აყენებს. პროტესტის გამო გადამზიდავები ხვალ ეკონომიკის სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქციის მოწყობას გეგმავენ და 2 საათის განმავლობაში მომსახურებას შეწყვეტენ. ვაპირებთ, რომ 2 საათის განმავლობაში მუშაობა შევწყვიტოთ რამოდენიმე კომპანიამ და უბრალოდ დავანახოთ ჩვენი პროტესტი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას და რა თქმა უნდა ჩვენ მთავრობასაც. კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება, არ ეთანხმებიან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც. ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერის განცხადებით, ნორმა, რომლის მიხედვით საქართველოს ფოსტას ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება, გაუმართლებელ შეღავათებს მისცემს. კანონპროექტის მიღების შედეგად ინვერსიით, რომელიც წარმოდგენილია, საქართველოს ფოსტას ძალიან დიდი ხნით 20 წლით ეძლევა უპირატესი მდგომარეობა ბაზარზე, ის იქნება დომინანტი და ერთადერთი გადამზიდავი, რომელსაც საშუალება მიეცემა გადაზიდოს მცირე ზომის ტვირთს. საქართველოს ფოსტის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არიზიარებს კომპანიის გენერალური დირექტორი. ლევან ჩიკვაიძე ყველა მხარესთან მოლაპარაკებებისა და კონკურსში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, შესაძლებელია პროცესები პოლიტიკურად იყოს მართული. ამასთან ჩიკვაიძის ინფორმაციით გადამზიდავების პროტესტში ყველა კომპანია არ იღებს მონაწილეობას. მათ შორის აქციაში მონაწილეობას არ აპირებს კომპანია FedEx-ი. არ შეიძლება 0.01%-ზე ვილაპარაკოთ ტერმინებით მონოპოლია. ყველა ქვეყანა იქ არსებული ბიზნესი და გამომდინარე არაპირდაპირ სუბსიდირებას ახდენს ამ ვალდებულების შესრულებისთვის. FedEx-ი არ მონაწილეობს ამ პროცესში, საუბარი ქონდა მათ ამერიკელ წარმომადგენლებთან, აბსოლუტურად მათი ინტერესის გარეთ არის ეს სფერო. შეხვედრა გადამზიდავებსა და საქართველოს ფოსტას შორის რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროში შედგა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის შეჯერებაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. რომ საქართველოში უნდა არსებობდეს უნივერსალური სერვისის მიმწოდებელი. უნივერსალური სერვისი თავის თავში გულისხმობს ისეთ სერვისებს, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისათვის, ის უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული და მასზე წვდომა უნდა შეეძლოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით შექმნილი კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ პარლამენტში გასახილველად ჯერ არ გადაუგზავნიათ.